უპრეცედენტო საჭადრაკო ღონისძიება პარიზში. პარიზის წმინდა თამარ-მეფის სახელობის ტაძარში წინამძღვრის მამა ანტონისა და ტაძართან არსებული საჭადრაკო წრის ხელმძღვანელის ვარდენ მეკალმიშვილის ინიციატივით შედგა ერთდროული თამაშის სეანსი ჭადრაკში. ეს იყო ამ სახის პირველი და ისტორიული ღონისძიება, რომლის მსგავსი აქამდე არ ჩატარებულა მთელ ქართულ დიასპორულ სივრცეში. სეანსი ჩაატარა სახელოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ, საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონმა ნანუკა გოგუამ. ის 26 დაფაზე ეთამაშა ქართველ მოჭადრაკეებს და მათ მშობლებს. წარმატებას მიაღწია ტაძრის საკვირაო სკოლის თამარიონის საჭადრაკო წრის ჩარშანდელი პირველობის გამარჯვებულმა ნიკა გაკუსტაშვილმა, რომელმაც ფრედ დაამთავრა თამაში, ხოლო გამარჯვებები მოიპოვეს წლევანდელი პირველობის პრიზიორმა ნიკოლოზ ფეიქრიშვილმა და ამავე პირველობის გამარჯვებულმა ლუკა ნატროშვილმა. ეს ტურნირი, ერთდროული თამაშის სეანსი, რომელიც ტარდება დღეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმ მხრივ, რომ ქართულ დიასპორულ სივრცეში არის პირველი. ასე ვთქვათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ ისტორიული. ამას დრო გვაჩვენებს ალბათ და დრო უფრო შეაფასებს ამ მოვლენას. ქართული დიასპორული სივრცის ყველაზე გამოჩენილი მოჭადრაკე ნანუკა გაგუა, რომელიც არის საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ატარებს ერთდროული თამაშის სეანსს 25 დაფაზე. ის ეთამაშება ჩვენს ემიგრანტ ბავშვებს და მათ მშობლებს. ეს არის ამ სახის პირველი ღონისძიება და მომავალში გეგმავთ უფრო მასშტაბურს და უფრო მრავალრიცხოვანს. იმედია, რომ ეს სხვა დიასპორებიც შეაფასებენ ამ მოვლენას და დანერგავენ თავიანთ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. დიდი მადლობა.